პრობლემები საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატში ეროვნული ნაკრების წევრებმა მთავრობას დახმარებას თხოვეს და პასუხად კალათბურთის განვითარების პროექტი მიიღეს, რომლის ბიუჯეტით დაახლოებით 6 მილიონი ლარი იქნება. რა მდგომარეობაშია ქართული საკალათბურთო კლუბები და პროექტი, რომელმაც სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობა უნდა განავითაროს, ვახო გაფრინდაშვილის სიუჟეტში. დაახლოებით 6 მილიონი ლარით დაფინანსდება ის პროექტი, რომელიც კალათბურთის განვითარებას ისახავს მიზნად. კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, მომავალ ეროვნულ ჩემპიონატში 8 გუნდი იასპარეზებს. სუპერლიგა კი სტარტს ოქტომბერში აიღებს. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სპორტის სამინისტროსთან ერთად ახალ ბიუჯეტზე და ახალ სისტემაზე, საერთოდ ქართული კალათბურთის ეს მოიცავს კომპლექსურად ყველაფერს. ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ მათთან და შესაბამისად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეროვნულ ჩემპიონატს საფრთხე არ შეემუქრებოდა, არ დაემუქრებოდა და შესაბამისად კალათბურთელები ნორმალურად გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას. გუნდების სიმცირე და ეროვნული ჩემპიონატის ჩაშლის საფრთხე. სპორტსმენებმა საკუთარი უკმაყოფილება პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ დააფიქსირეს. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა კიდევ ერთი წარმატება გუშინ მოიპოვა და ევრობასკეტზე იასპარეზებს. ყველანაირად ვცდილობთ, ბრძოლობთ და ჩვენი ქვეყანა ვასახელოთ და უკეთესი შედეგისთვის, რა თქმა უნდა. ჩვენი სურვილი იქნება, რომ კალათბურთს მიეხედოს საქართველოში, იყოს კარგი ჩემპიონატი, რა თქმა უნდა. მესამეჯერ გავეთ ევროპის ჩემპიონატზე, რომ სულ ის გვესმის, რომ პირველი შესარჩევის გადალახვის შემდეგ რომ აი ბიჭებო, ეხლა გავიდეთ და ყველაფერი მიეხედება სპორტს, ყველაფერი იქნება უკვე ეს. ჩემი აზრით უკვე არასწორი მიდგომა, მან საცდაობაა, როცა ქვეყანას ყავს ესეთი ძლიერი ნაკრები და შიდა ჩემპიონატი, ესეთი სუსტიც არ არის, საერთოდ არ არის დღესდღეობა. მთავრობას ვისაც უყვართ კალათბურთი, ყველა ვთხოვთ, რომ გამოიჩინოთ ყურადღება და რაღაცნაირად გადავარჩინოთ ყველამ ერთად. საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საკუთარ Facebook-ის გვერდზე კალათბურთელებს დახმარება აღუთქვა. განსაკუთრებით დასაფასებელია ჩვენი ნაკრების გამარჯვება, რადგან კარგად ვიცით თამაშის მომზადებისა და ასპარეზობისთვის რამდენი სირთულისა და პრობლემის გადალახვა უწევთ მათ და ეს წლებია გრძელდება. ჩვენი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს კალათბურთელებს ღირსეული პირობები ჰქონდეთ. დაპირება მიღებულია და ვიდრე განხორციელდება საკალათბურთო გუნდები საკუთარ პრობლემებზე საუბრობენ. შსს აკადემიის მთავარი მწვრთნელი არჩილ ჟღენტი ამბობს, რომ მისი გუნდი ამ ეტაპზე ჯერ არც კი შეკრებილა. საკალათბურთო კლუბ ოლიმპის თავკაცი ამბობს, რომ ანალოგიურ სიტუაციაშია მისი გუნდიც. აქცენტს კი ფედერაციის მუშაობაზე აკეთებს. მწვრთნელები იმედოვნებენ, რომ ეროვნული ჩემპიონატის სტარტს უახლოეს მომავალში აიღებს. წინაწლებთან შედარებით უკვე აგვისტოში ჩვენ ვარჯიშები დაწყებული ქონდა, მაგრამ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ამ დღეებში გადაწყდება ალბათ და ეს გუნდები განაახლებენ ვარჯიშს. გამოიჩიეს გულისხმიერება და დაუდგნენ, ასე ვთქვათ, მოთამაშეებს გვერდში და თხოვნით მიმართეს მთავრობას და სამინისტროს დახმარებისთვის. ეროვნული ჩემპიონატის ჩატარება უშუალოდ ფედერაციის პრეროგატივა არის და ჩემთვის გაუგებარი არის, როდესაც მოთამაშეები მიმართავენ სამინისტროს, ასე ვთქვათ, დახმარებისთვის და იგივე ფედერაცია მოუწოდებს სამინისტროს, გვახსოვს ჩვენ შარშანდელი წერილი მათი სამინისტროს მიმართ, რომ იგი არ ჩარეულიყო ფედერაციის საკითხებში და მათ გარეშედაც მოაგვარებდნენ არსებულ პრობლემებს. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპირველობაზე ზედიზედ მესამედ გავიდა. ამ ეტაპზე უცნობია კალათბურთის განვითარების პროექტის დეტალები, თუმცა ფედერაციაში ამბობენ, რომ პროექტი მხოლოდ ეროვნულ ჩემპიონატს არ მოიცავს.